საქართველოში დღეს დიდი ქიშპობის ეპოქაა. დაპირისპირება შური და გაუტანლობა მართავს ადამიანებს. ამ დაპირისპირებაში კი იქამდეც მივედით, რომ თავად ეთნიკური ქართველის ნეგატიურად მოხსენიება ტენდენციურად მოდად ქცეულა. არადა გავიხსენოთ აკაკი, თვის ტომის დამწუნებელსა ჭირი მოუვა კარზე დაო. ასეა, საკუთარი ვინაობის, წარმომავლობის და კულტურის დამწუნებელი ნიჰილიზმისა და საკუთარი მეობის უარყოფისგან დიდ უბედურებაში ჩავარდება. და ამ ძიმე ვითარებაში, როდესაც რაიმე უკეთურება დაგვატყდება თავს, მაშინვე დამნაშავე პიროვნებებს ან სუბიექტებს ვეძებთ და დაგვიწყებია, რომ ყველა უკეთურების სათავე ჩვენივე თავია. რაც არ უნდა რომელიმე ძალა დავსახოთ მტრად, არადა მტერი მართლაც რომ არის რეალური და მისი განადგურება გვწადდეს, ის რომს განადგურდეს, ჩვენ არ აგვეშველება რა, თუ საკუთარ თავს არ განვიკურნავთ. საერთოდ პრობლემების გადაჭრა და ნაკლოვანებების აღმოფხრა პირველ რიგში მათი აღიარებით იწყება. ყველაზე რთული ეს არის, რადგან მართლის თქმელები არ უყვართ, მათ მტრობენ და პირდაპირ ებრძვიან. შეიძლება ითქვას, ისინი დიდ სხვერპლზე მიდიან, მაგრამ მათ სხვაგვარად არ შეუძლიათ. კრიტიკული აზროვნება აუცილებელია, მხოლოდ არა დამაკნინებელი კრიტიკა. სწორედ ასე აზროვნებენ ჩვენი დიდი წინაპრები, დავით გურამიშვილი და ილია ჭავჭავაძე. მათ ორივემ წინა პლანზე წამოწიეს სიმართლის თქმის და რეალობის მართებული გაანალიზების საჭიროება, ხოლო ილიამ კი განსაკუთრებული განსჯის აუცილებლობა, თვითანალიზი. ილია მოგვიწოდებს სულიერი გამოღვიძებისკენ, სახავს გზებს ეროვნული ხსნისა. თუმცა ბევრად ადრე ქართლის ბედის და უბედობის თემაზე გურამიშვილი მსჯელობს. მისი თქმით, ქვეყნის ბედი პირდაპირ ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე და ჩვენს ცოდვებზეა დამოკიდებული. ყველა უბედურება, რაც კი ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს, ჩვენივე უკეთურებათა შედეგი იყო და არის. რაც მოგახსენე მოგვარა ჩვენ ერთმანეთის ბრძოლამა, განა დღესაც ასე არ არის. უარყვეს მცნება უფლისა, ისმინეს თქმა ეშმაკისა, რაც თესეს ბოლოს მოიმკეს თავიანთ ნამუშაკისა. დღესაც რამდენი უბედურება ხდება ბოროტი შთაგონებით, ხოლო სასჯელი რასახით მოგვევლინება, იქნება ეს მტრის თავდასხმა, სტიქიური უბედურება თუ სხვა, ერთმანეთს კერნდა ვაბრალოთ, საკუთარ სულში ჩავიხედოთ. მათ ღმერთსა სცოდეს, ღმერთმან მათ პასუხი უყო ცოდვისა, ცა რისხვით შუა განიპის ქვეყანა შეიძროდისა. ადამიანის ნებისმიერი ქმედება ღმერთის წინაშე განიხილება, ცოდვა მადლის თვალთახედვით და არა პოლიტიკური კონიუნქტურით. ამ საკითხზე ყოველთვის მაგონდება შუშანიკის მონოლოგი. იგი ამბობს, რომ მე და ვარსქენი განვისჯებით იქო, სადაც არ არის თვალღებაიო, ანუ მიკერძოება. იქ იგულისხმება ზეციური სამსჯავრო. მიკერძოება ვინმესთვის ან რაიმესთვის არაობიექტურად, უსამართლოდ, უპირატესობის მინიჭებაა. ფსიქოლოგიაში კოგნიტურ მიკერძოებას უწოდებენ, როდესაც ადამიანი რაციონალური მსჯელობის უნარს კარგავს და აღქმებითა და შეგრძნებებით მსჯელობს. კარგავს უნარს სულიერი განსჯისა. დღევანდელობაშიც ეს ძალიან ხშირია. მოვლენათა სწორი ხედვა რომ მქონდეს, მიუკერძოებელი ნათელი გონებით განსჯა უნდა შევძლოთ. სწორედ ამას ითხოვს გურამიშვილი. შენ მიმახვდინე წადილსა, არ მაქვდეს ცუდად სთომანიო, ანუ სწორ გზაზე მატარეო, ღმერთო, რათა არ ავცდე ჭეშმარიტებას, რადგან შენ ხარო ჩემებს სთომილთა მხსნელიო. ამასვე ითხოვს ილიაც თავის ლოცვაში, არამედ სურს მე განმინათქდეს ცით ჩემი სული, მსგავსად ფსალმუნისა, უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენი. ხოლო ყველაზე დიდი ჭეშმარიტება, რომლამდეც უნდა მიგვეყვანოს სწორმა სულიერმა განსჯამ, რომ ვიყოთ მართლები და ახსილები, ისეთი სიყვარულით, რასაც ილია ითხოვს. ისეთი სიყვარული მომანიჭე, რომ მტერსაც, რომელმაც გულს ლახვარი მცეს, შეუნდობდეო. ყველაზე მაღალი სიყვარული ეს არის. როდესაც ვინც მტრობს, მისი სიყვარული და მისი სულიერი გადარჩენის სურვილი აღემატება შენში სხვა გრძნობებს. ეს კი რჩეულთა ხვედრია.